მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ეკა ბერიძე და ეს არის გადაცემა დროის კადრები. დღეს ჩემთან სტუმრად არიან არაჩვეულებრივი ადამიანები. მომღერალი შაბი კორენი ისრაელიდან. მოგესალმებით შაბი, მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მეც მიხარია. გაიხარე და ულამაზესი თამუნა მელიქიშვილი. ქორეოგრაფი და ანსამბლი ლომისის დამფუძნებელი, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი და კიდევ მრავალი რეგალია აქვს, რომელსაც თავად გვეტყვის. ასევე მიხარია შენი სტუმრობა. შაბი, პირველ რიგში მინდა მოგილოცო შენ და სრულიად ისრაელს ომის დამთავრება. არ ვიცი რამდენად ეს რეალურია. ხო, რაღაცნაირად ეს მუხტი არ იგრძნობა, ცოტა მძიმე თემით დავიწყე, მაგრამ ისრაელია და ეს თემა აქტუალურია ყოველთვის. როგორ ფიქრობ? დიდხანს შევინარჩუნებთ ამ სიმშვიდეს. დამთავრდა სწრაფით, მაგრამ ასე რო გითხრა, რომ ისრაელში ომი აღარ არისო, არავის არ ჯერა და ეს მილოცვებიც არ გამიგია ხშირად აი ესეთი ფაქტი სახეზეა და ისე ლიბანიდან ისე რაღაცები ხდება. ნუ ისრაელი მუდამდე აი დაარსების დღიდან იყო ომში და სულ ომში იქნება მეგრე მგონია სამწუხაროდ. მაგრამ რავი ღმერთის წყალობით ცოტა ნაკლებად ნაკლები ცოტა სიმშვიდეა. ჩემი დედიკოც იქ არის დღემდე და ჩემთვის არა მარტო დედის გამო ძალიან ბევრი მეგობრები მყავს თქვენი სახვითაც და ნერვიულობ ყოველთვის ამ სიტუაციაზე ძალიან, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაც მთავარია, ისრაელი ის ქვეყანაა, რომ ამ დაძაბულობას არასოდეს უშინდება და ომის დღეებშიც კი სულ მღერიან, მაინც. არც სიმღერა ჩერდება, არც კონცერტები ჩერდება. მე ვიყავი სხვათა შორის წინა ომის დროს იქ და ღამე რომ თავშესაფრებში გავრბოდით, დღისით ისინი რო არიან მხიარული და თიმები მანქანით რო დადიან ქუჩებში, სიმღერაც ეკვით დადიან მთელი გზა და ისეთი პოზიტიურია ეს, რომ ის დათრგუნვა აღარ იგრძნობა. შეჩვეული არიან ომს და ომის ქვეშ ქეიფიც და ქორწილიც და რა ყველაფერი ხდება. დღეს როგორი მდგომარეობაა თქვენს პროფესიაში? სიმღერის მხრივ კონცერტები ტარდება როგორც? ძალიან კარგი მდგომარეობა. ჩვეულებრივად ყველაფერი კონცერტები, ქორწილები, მარმიცვები ხო როგორც შეუულია ისრაელში. რავი, უკვე დაბადების დღეზეც გვეძახია რომ მომღერალი გჭირდება და მუსიკოსები გჭირდება და ჩვენ დღეს რა უნდა გვიმღერო? რა სიახლეა შენს რეპერტუარში? გაგვაცანი შენი ახალი სიმღერა? ახალს ვერაფერს ვერ გიმღერი. იმიტომ რომ რაც არის ახალი დასაპრემიერებელია და იგი თავის ინსტრუმენტები და თავის ანსამბლი და თავის ეგრე იქნება. მაგრამ არის ისეთი სიმღერები, რომ ხშირად მთხოვენ ხოლმე, აუ ეს შეგვისრულე, ეს შეგვისრულე და რაღაცას მოვისახდებ ისიც, რომ ყველასათვის, რავი, გემრიელი სიმღერა იყო სასიამოვნო. სასიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა, ყველას უყვარს შენი სიმღერები და უამრავ ქართველ ემიგრანტს უყვარხარ. იქ ახლა ვიყავი ხშირად მოგვიწია ერთად კონცერტებზეც, სამეგობრულ წრეშიც, დაბადების დღეებზე და არაჩვეულებრივი მეგობარი ხარ. მე ვიცი ჩემი ემიგრანტებიდან, რომლებსაც შენ თავად გაუკვალე გზა უანგაროდ ბევრს წარმატებისკენ და ისეთი აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს თვისება ადამიანში. როგორ ახერხებ ამას, რომ ყველას უყვარხარ? მეც მიყვარს ყველა და მაგიტომ ხდება ეს კომუნიკაცია. როცა გამოხატავს სიყვარულს ბევრი ადამიანის წინაშე და გეყოფა ის პატარა გული რომ ყველას ეყოს, შეგიძლია რომ დაყო და ყველამდე მივიდეს ეს სიყვარული, ავტომატურად ყველასაც უყვარხარ. ნუ ყველას არ უყვარვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტეს უყვარვარ და უმცირესია რომლებსაც არ უყვარვართ. ნუ მანამ სიყვარული დაძლევს უსიყვარულობას. ასე ჯობია. მანამ გამარჯვებულები ვართ. თამუნა, მე უკვე წარგადგინე რომ ხარ ქორეოგრაფი და ყავს არაჩვეულებრივი ანსამბლი ლომისი. გარდა ამისა გაქვს უამრავი რეგალია, როგორც უკვე აღნიშნე და მინდა თავად გაეცნო ჩვენს მაყურებელს უკვე სრულყოფილად. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ დღეს ვართ თქვენთან სტუმრად.
მადლობა ჩემი სახელითაც და ბატონი შაბის სახელითაც. მადლობა თქვენი მობრძანებისთვის. რაც შეეხება რეგალიებს, ყოველთვის ვცდილობ რომ ამაზე არ ვისაუბრო, იმიტომ რომ რაღაცა ეს თავდაბლობა რაღაცა ძალიან ზედმეტად მაქვს, არ ვიცი. ალბათ ასე ჯობს, რომ შენმა საქმემ თვითონ გამოგაჩინო სცენაზე, რასაც აკეთებ. თუმცა გამოვყოფდი ერთი, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ვარ ლატავრა ფოჩენის პრემიის ლაურეატი, ჯერჯერობით ვარ ერთი ქალბატონი საქართველოში, რომელიც ამ პრემიის ლაურეატობას ატარებს. ასევე ბრწყინვალების ორდერი, დესპანი, რა ვიცი, ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ რეგალიებზე არ ვისაუბრო. თუმცა ამ რეგალიებზე თავად შენი საქმიანობა საუბრობს ყოველთვის. ხო, ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც აკეთებს სცენაზე, მაყურებელი თავად გაფასებს. არც არასოდეს არ ვაცხადებ. ანუ არის კონცერტები, რომ აი ჩამოთვლიან, ვიდრე ნომერი გამოცხადდება, არის ამხელა არზა წასაკითხი. ჩვენ შემთხვევაში ცხადდება მხოლოდ ანსამბლი ლომისი და უკვე რასაც ვაკეთებთ სცენაზე, მე მაყურებელმა თავად შეაფასოს ყოველგვარი რეგალიების გარეშე. რა ვიცი, მაინც ესე მირჩევნია და არ ვუსვამ ხოლმე ხაზს ამას. შაბი სად გაიცანი? ბატონი შაბი გავიცანი ისრაელში, როდესაც ბატონმა დავითმა დაგპატიჟა გეორგიადაზე, მაშინ აკადემიის სახელით ვიყავით წასული ქორეოგრაფთა აკადემიიდან. ვესწრებოდი ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას, რომელსაც უკვე მე-19 თუ არ ვცდები, მე-19 ჩაატერებს ბატონი დავით. დიახ, ბატონ დავით ეფრემაშვილზე ვსაუბრობ, რომელიც გახლავთ გეორგიადას დამფუძნებელი და დამაარსებელი. ეს ადამიანი ცდილობს ყოველ წელიწადს გაახაროს თავისი ქართველი ებრაელები, უკეთებს მოწვევას ქართველ მომღერლებს, მსახიობებს, იმ მომღერლებს და იმ მსახიობებს, რომლებიც ქართველ ებრაელებს ძალიან უყვართ. და ბატონი დავითი წლებია რუდუნებით ატარებს და დიდი სიყვარულით ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას, რომელსაც სახელად გეორგიადა ჰქვია. ერთი ვიცი რომ ვერ ჩატარდა პანდემიის დროს და ერთი ვერ ჩატარდა ომი რომ დაიწყო ისრაელში მაშინ. თუ არ ვცდები, ახლა წელს არის მე-19 გეორგიადა, სადაც უკვე ბატონმა დავითმა არა მხოლოდ როგორც აკადემიის წარმომადგენელი ისე მიიწვია ჩემი მოცეკვავეებიც ანსამბლი ლომისი. და ერთი სული აქვთ ბავშვებს, აი ყოველ თითებზე ითვლიან მართლა დღეებს, როდის დაადგავენ ამ არაჩვეულებრივ მიწაზე ფეხს და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი პირველად რო ჩავედი. ჩემმა შვილებმა კიდეც მითხრეს, ახლა იცით, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არაერთ ქვეყანაში მიწევს მოგზაურობა, მაგრამ არასოდეს არ დამავიწყდება იქ გატარებული ის ერთი კვირა. აი დღემდე მომყვება ეს ემოცია და როგორც ჩემი მოსწავლეები, მეც ასევე თითებზე ვითვლი დღეებს, როდის წავალ, აი საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეყვარებული ვარ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებზე. მე არ ვიცი, რამხელა სიყვარულს ატარებენ, რამხელა სითბოს ატარებენ და იცით როგორ მაბედნიერებს ესო რომ ხედავ, რომ ქართველ ებრაელებს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ და არანორმალურად უყვართ საქართველო, არანორმალურად უყვართ ქართველი ხალხი და ქართული ხელოვნება, რაც ყველაზე მთავარია. ვახსენეთ წეღან ბატონი დავითი, რომელსაც ყავს ძალიან კარგი ბავშვები, ქართული ცეკვის ანსამბლი შალვა. მამამისის სახელი დაარქვა ბატონმა დავითმა მის ანსამბლს, რომელსაც წელს 50 წელი შეუსრულდა. და სხვათა შორის ადრე ამბობდა კიდე არაერთხელ აღნიშნეს ეს, რომ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს და ზრდის ქართველებად იმ ბავშვებს. ბავშვები, რომლებიც ვერც კი საუბრობენ ქართულად, ცეკვავენ ქართულს. და ადრე ამბობდა ბატონი დავითი საუბარში, რომ იცი რა, აი ივრითულად რო უბრაზდები, არავის სხვანაირი, აი ქართულად რო უბრაზდები გემრიელადო, ეგ უფრო კარგად ესმითო და აი ის ქართული ჯიგარი, რასაც ჩვენ ვეძახით, აქვს ბატონ დავითს და ცდილობს, რომ იმ პატარებსაც გადასცეს და ქართული ხელოვნების, ქართული ცეკვის სიყვარული ჩადოს ამ პატარა არაჩვეულებრივ ბავშვებში. ნამდვილად ქართული სულისკვეთებით არის ეს ადამიანი გამსჭვალული და სხვათა შორის ახლა 60 წლის იუბილე მქონდა. მე ვაკეთებ წიგნს ქართველ ებრაელებზე და ბატონი დავითიც არის ამ წიგნში, ისევე როგორც ბატონი შაბიც იქნება ამ არაჩვეულებრივ წიგნში, მემატიანე იქნება. და 6 თვის თუ არ ვცდები, 6 თვის შვილიშვილი ყავს ყველაზე პატარა ბატონ დავითს და ისიც კი დარბაზში ყავდა. და აი ეს არის ჩვენი ცხოვრება. ძალიან ემოციური იყო მე რო ჩავედი გეორგიადაზე, აი ეს პაწაწუნებიც კი მაისურებით რო იყვნენ და სარეპეტიციო ფორმები აცვიათ და ამ პატარებსაც აცვიათ ესეთი პატარა მაისურები.
ძალიან კარგ ქართულ საქმეს აკეთებს ნამდვილად და მე მომსწრე ვარ ამ როგორ უყვართ ქართველ ებრაელებს, ქართველი მომღერლები და გირშაბიმაც იცის ვერ ძლებენ საქართველოს გარეშე სამშობლო, მაინც დედა სამშობლო ხო, ისტორიულ სამშობლოც არანაკლებად უყვართ, მაგრამ საქართველოს ვერ ელევიან და ეს ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობა პატარა ამბავი არ არის, რომ ეს სიყვარული ეს არის არაჩვეულებრივი ხიდი აშენებული, რომელზეც აი ესე ამაყად დააბიჯებს ეს ორი ერი და მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მიწევს ამ ხიდზე გავლა გამოვლა და აი საჯაროდ ვახსენებ და საჯაროდ ვამბობ ყველგან, რომ მართლა უზომოდ მიყვარს ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა. როდის არის ხოლმე ზუსტად კონკრეტული რიცხვები აქვს ხო, გეორგია და როდის არ ტარდება კონკრეტული რიცხვები არ აქვს, მაგრამ ამ წელს იქნება 19 20 და 21 თებერვალს. 3 დღიანია, ხუთშაბათს იწყება და შაბათ ღამე მთავრდება. რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებ გეორგიადაზე. ამ გეორგიადაზე რაღაც განსაკუთრებული მონაწილეობა მაქვს, იმიტომ რომ ჩამყავს ისეთი ძალიან ჯიქარი მომღერლები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, ჩემი ზურაბ არბაქაძე, ფანდურა და ხატია დაგვემატება ჩიტანავა, რომელიც ჩემთან ერთად შეასრულებენ დუეტ ტრიოს. ეს იქნება ქართული ცნობილი სიმღერები, გადამული ერთმანეთში და ზარგი, ანუ იუმორისტული თემაც არის და რაღაც და ჩვენმა თამუნამ მაგ პოპურზე გააკეთა ულამაზესი ხორეოგრაფია ტელევიზიაში უკვე ვიყავით, მაგრამ გეორგიადაზე უფრო ლამაზი იქნება, იმიტომ რომ მეტი მოცეკვავების ადგილი, აი პატარა სცენა ტელევიზიაში და აქ უკვე დიდი სცენა და უფრო ლამაზად გამოჩნდება მაგ ცეკვა და რა მადლობა თამუნას. წარმატებები, არაჩვეულებრივი პროექტია, ნამდვილად მადლობა ბატონ დავითს და მადლობა ყოველ თქვენგანს, ვინც ამ ქართულ საქმეს არივიწყებთ და ემსახურებით ქართულ კულტურას. ვიცი, ეს თქვენი გულიდან და სულიდან მოდის და მე ძალიან მიხარია. რა უნდა გვიმღერო? რა მივალთო არა ინსტრუმენტთან ადგილზევე ამოვირჩე. კი ბატონო, მაშინ კარგ რამეს ამოვირჩე. ასე მგონია კარს გავატან შენზე ოცნებებს სასამუდამოდ დავივიწყებ შენს ლამაზ თვალებს ასე მგონია არ გიყვარ ვარ ძვირფასო მაგრამ შენზე ფიქრები შენზე დარდი მაინც მაწვალე წადი შორს წადი იგნებ სულაც გადავავიწყდე ჩვენ სანუ გეშოთ სანუ გვარი მოვლენიები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ თითებს რა დამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები წადი შორს წადი იგნებ სულაც გადავავიწყდე ჩვენ სანუ გეშოთ სანუ გვარი მოვლენიები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ თითებს რა დამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები წადი ძვირფასო ალბათ ჩვენთვის ასე აჯობენ ერთმანეთისთვის არ ყოფილ ვარ თურმე შექმნილი ბედმა გამწირა სიყვარულში წარედ დამცინა იგნებ შენ ახლა შენი ბედით ხარ გმაყოფილი რადგან შენ ჩემთვის სიყვარული ვერ გაიმეტე შენი ხილვითაც მე უზომოდ გმაყოფილი ვარ ამ ღრის მანძილზე თუ არასდროს არ გვარები ვარ მაინც გიყვარ იმ დღეების მადლობელი ვარ
შევერასოდეს ვერ გაიგებ როგორ მიყვარდი მე სიყვარულის მათხოვარი არა ყოფილა იგნებ გიყვარდი ეხლა ვნანობ რომ მიმალავდი ეს სიყვარული დამტანჯველი რამე ყოფილა სადი შორსადი იგნებ სულაც გადავავიწყდე ჩვენ სანუ გეშო სანუ გვარი მოვლენიები მაგრამ შენს თვალებს რამას დითებს რა დამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზა და მომევლინები სიზმარში მაინც ანგელოზა და მომევლინები სიზმარში მაინც ანგელოზა და მომევლინები შაბი არაჩვეულებრივად მღერი რა თქმა უნდა ყველას ძალიან უყვარს შენი სიმღერები და გაქვს ასევე უამრავი ულამაზესი კლიპი შექმნილი. კი. იაფოში გადაღებული მაქვს ნახი, ასევე სომხეთში გადაღებული. სომხეთში, საქართველოში, კახეთში ყავი კლიპები. მე კახელი რო ვარ ძალიან მიხარია. ყველაფერი რაც კახეთს ეხება. ვინ ეხმარება ამაში? გაფინანსებს ვინმე მეგობრები გითგან ამ ხარში თუ თავად არავინ არ მოფინანსებს. უბრალოდ მე როცა ჩემს სიმღერას ორიგინალურ სიმღერას ჩემთვის არის დაწერილი მაგ სიმღერას ცოტა სხვანაირ პატივს ავცემ რომ ყველა ის სიმღერა რაც არის ჩემთვისაა დაწერილი ყველას კლიპი უნდა ქონდეს აუცილებლად და რაღაც განსაკუთრებული კლიპები იუმორისტული კლიპებიც არის რაღაც ტრაგედიული ისეთი მომენტებიც არის ისეთ კლიპებში და დიდი სიყვარულია ჩადებული მაგ კლიპებში სხვადასხვა. უბრალოდ არ შეიძლება სიმღერაში აი რაღაც ორ კაპიკს დახარჯავ ადამიანი და ის წერს ის კიდე მუსიკას დაწერს და მე არანჟი და მე სტუდია და რაღაცა და შეფასდეს იმით რომ როგორ აჩვენებ ხალხს რომ აი ეს სიმღერა დაიბადა კიდევ ახალი სიმღერა არის და აუცილებლად კლიპი საჭიროა და მაგ ყველაფერს მე თვითონ ვაფინანსებ და მაგით ხატავ ჩემ ანუ როგორ მივიღე ეს სიმღერა და როგორ არის ჩემს გულთან ახლოს ყველა სიმღერა რაც არის ჩემთვის დაწერილი არის ისეთი რომ ჯერ უნდა მინდოდეს მაგის სიმღერა და მე როცა ვასრულებ კლიპის გარეშე აუცილებელი არ გამოვა კლიპი უნდა ქონდეს ყველა სიმღერას ორიგინალი სიმღერა ანუ რაც ქორწილებიდან და რაღაც 100,000 მომენტები არის რომ ხალხი იღებენ და YouTube-ზე უშვებენ და ეგ ჩემი არხი არ არის, ჩემი გვერდი არ არის. არის ჩემი გვერდი მხოლოდ ის კლიპები, რომელიც ჩემი სიმღერებისთვის არის გაკეთებული. ხარისხანად გაკეთებული უშუალოდ შენი კლიპებისთვის. ჩვენი მაყურებელი აუცილებლად იხილავს შენს YouTube არხს და უმეტესობა ჩემი სამეგობროდან გიცნობს მაინც, მაგრამ თუ ვინმე არსებობს, ვინც არ გიცნობს, აქედანაც გაიგებს ამ ყველაფრის შესახებ. მშობლებზე გითხარი რამე? მე მახსოვს, რამოდენიმე ორ წელნახევარია უკვე ისრაელში აღარ ვარ და რამოდენიმე წლის უკან მახსოვს შენი მამიკოს იუბილე 90 წლის იუბილე გააკეთე თუ არ ვცდები, ხო? კი. 90 იყო და მის შემდეგ კიდე 3 წელი. 3 წელი იცოცხლა კიდე. სამწუხაროა, მე ხომ არ ველოდი რომ ძალიან ისეთი იყო მოგიყვებით უბრალოდ რადიოში ვიყავით. ახალი სიმღერა დავაპრემიერეთ და დარდიმანში ვიყავით. ახალი სიმღერა დავაპრემიერეთ და მე კითხება ამ პრემიერაზე რომ ნუ ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდზე ახლა. დედაზე რამდენი სიმღერა გაქვს რომ ამღერიო და ყველგან თეთა და მამაზე რატო არ გაქვს სიმღერაო და მოვთხარი
მომავარჯერ პირდებით მოვთხარი რომ გეგმაში მქონდა. და უთხარი რომ მოვალ მომავარჯერ, მოვთხარი მამაზე მოვიტან აუცილებლად სიმღერას თქო. ხო და ეს პრემიერა დამთავრდა რაღაცა, ორი დღე გავიდა და წავედი ისრაელში, ჩავედი და დავრეკე ავტომატურად მამასთან ვრეკავ, რომ ჩემი მეგობარი, ჩემი ბესო ყოველთვის მამასთან რჩებოდა, მე როცა სახში არ ვიყავ, მაინც მოხუცი კაცი. ემიგრანტი ჩვენი ბესო, მოვიკითხავ ისრაელშია ისა. ისრაელშია ეხლაც და გელაშვილი ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, სხვათა შორის მე და ბესო გავხდით უკვე ოჯახი, იმიტომ რომ მისი შვილიშვილი მონათლე მე. და ურეკავ ბესოს, აბა მამა როგორ არის? ყველაფერი კარგად, მოგელოდებითო რაღაცა და წავედი ჩემი პატარა ბიჭი ავიყვანე და მივდივართ სუპერში გავიარეთ რაღაც, ბიჭები მოვიდოდნენ მაინც ჩემთან სახში რაღაც და მამას კიდევ ველაპარაკე, როცა ბესოს დაურეკე და რომ მივედი სახში, უკვე აღარ იყო. აი ეგეთი ცუდი რაღაც მოხდა და ძალიან სამწუხაროა. მაგის შემდეგ კი სიმღერა კი გავაკეთე მამაზე, მაგრამ ის სიმღერა არ იყო, რომელიც მინდოდა, უკვე სულ სხვანაირი სიმღერა დაიბადა მაგისთვის. ძალიან სამწუხაროა მართლაც. ნათელში იყოს მის სული საკმაოდ ნახან ემიგრანტებზე მელაპარაკები, ბესო მართლა გამორჩეული ადამიანია ჩემთვის. ოჯახის წევრებიც გავხდით და ერთი ოჯახი ვართ უკვე მე და ბესო, მაგრამ ეგ ბესო აი ძალიან გამორჩეულია ყველას. კი, მე მახსოვს, მე მეგობრობდი ყველასგან გამორჩეულია და ურთიერთობა ქონდათ. ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი და ბესო მოგიკითხავ. მოვიკითხავ ბესოს და ყველა ემიგრანტს, ყველა ჩემ მეგობრებს და არა მარტო ემიგრანტებს. აი თქვი რომ ბესოს შვილიშვილი მონათლე, ხო? კი. ეგ ამბავი როგორ არის ქართველ ებრაელებში? ნათლია გახდი ქრისტიანულად, ხო? ოფიციალური თან პირველი. ამის შესახებ გითხარია. არ ვიცი, იცი რა იყო. ისევ ბესოს უბრუნდები. ბესოს გოგო უნდა დაქორწილებულიყო. ქორწილი უნდა ქონოდა, რიცხვიც დათქმული ყველაფერი და ბესო ვერ მოდის. ბესო ვერ მოდის თავის შვილის ქორწილზე ვერ მოდის, რომ დაესწროს და როგორც მამა, ანუ თუ წამოვა იქიდან ვეღარ წავა ისე, გამიგე და იმით ბესო რასაც იქ აკეთებს, ბევრ რამეს აკეთებს აქ თავის ოჯახისთვის და თავის მეუღლისთვის და თავის შვილებისთვის, რა თქმა უნდა და მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მე უნდა წავიდეთ ხო? მე ვთხარი ბესოს, მინდოდა რომ სურპრიზად ქონოდა თვითონ ბესოს და რაღაც საჩუქარი გავაკეთე, მოდი ძმა ეს გადაუგზავნოთ, ეს საჩუქარი ჩემგან უთხარი თქო ჟანას თქო და კარგიო, არ არისო პრობლემა, დიდი მადლობა და მაგითი დარწმუნდა რომ მე აღარ მივდივარ. ვერც წარმოიდგენდა და სურპრიზი გავაკეთე. არა, ხედავ რომ იმენა ნერვიულობს კაცი, აი ძალიან სერიოზულად. просто ვეღარ ავიტანე მაგის ნერვიულობა. მე ვთქვი, მოდი ძმა, დაჯექი, რაღაცა უნდა გითხრა თქო. ანუ ორი დღე დარჩა რომ მანამ წამოვიდოდი აქეთ და მოხდა ასე რომ უკვე всё ხედავ რომ იბრიდება კაცი. რაღაც ვიცი რომ რაღაც ცუდი მოუხდება ამ კაცს რა. მოვთხარი მოდაჭიქ და დაგელაპარაკო თქო. რა ხდება? მოვთხარი მომისვინე. აი ბილეთი მოვთხარი. შენი შვილის მარიამის ქორწილზე მე მივდივარ თქო. შენ ხომ ვერ იქნები? მე ვიქნები თქო. ხომენდობი მოვთხარი. ჩემი ფერი შეეცვალა უკვე არაფერზე დადგა. უკვე ძალიან ბედნიერი გახდა და просто სურპრიზი მინდოდა არ გამომივიდა. ხო და წავედით ახლა ბიჭები ჩემი მეგობრები, მუსიკოსები, მომღერლები რაღაც მივედით დავესიეთ ამ კორტის ამდენი ხალხი. ხალხი გაოცებული იყო, ამდენი მომღერალი ერთად მე მგონი არასოდეს არ უნახავ და საოცარი საჩუქარი გავუკეთე ამით და ყველამ იმღერა, ყველამ რაღაცა. აი ჩვენი მეგობრები ისრაელში რომლებიც, მარტო ჩემი ბესოს მეგობრები და ჩემი იჯდნენ, ლაივში უყურებდნენ ამ კორტს და ცალკე სხვაგან კეიფობდნენ. მაგენიც. კი, იქნებოდა. და აი ეგეთი სურპრიზი ქონდა ჩემს ბესოს და მაგის შემდეგ, ამ ყველაფრის შემდეგ
მარიამი რო დაფეხმძიმდა, მამამის სთხოვა რომ თუ იქნებაო იმის შანსიო რომ შაბეო იყოსო ნათლიაო ჩვენი შვილის რაც დაიბადებო. მეც უთხრა ჩემი თავი გენაცვალოსო ვეტყვიო მეც რას ვეტყოდი ახლა შენ შემოგელე. მეუთხარი თუ დამთოს მამაონებას ვენაცვალე გულში მეუთხარი დიდი სიამოვნებით როგორც შენი შვილიშვილი ეგრე ჩემი შვილიშვილი იქნება თქო. დაიბადა ბავშვი. არა. ებრაელი ვარ. ებრაელი ხარ. ხო და დაიბადა ბავშვი რაღაცა მესომიქ დარეკა გადმორეკა რაღაც მივედი მამაუც გავიცანი ძალიან საყვარელი ადამიანი ბრძანდებოდა და მეუთხარი იცით რა თქო მე ვიცი ანუ არის რაღაც თემა რომ რაღაც წმენას ეხება კი შეიძლება არ მაგრამ იცოდეთ თქო რომ მე ეს ბავშვი აი თავის ბაბუაზე ნაკლებად არ მიყვარს თქო ძალიან მიყვარს ეგ ბავშვი თქო მანამ დაიბადებოდა მანამ მიყვარდა თქო და მაგ რაღაცას თუ რავი გაგვაკეთებინებ ძალიან მაყოფილი ვიქნები და 100,000 მადლობელი ვიქნები შენს წინაშე და რა თქმა უნდა ეკლესიის წინაშე თქო და ეხლავეო გენაცვალეო და მივიდა მოვიდა რაღაცები არ ვიცი რა ქნა რა გააკეთა მაგრამ მოვიდა გახარებული სახით და მომახარა რომ გაძლევ უფლებასო რომ იყო ნათლიაო მაგ ბავშვისო და გავხდი ნათლია. გავხდი ნათლია და ახლა მინდა გითხრა რომ ნახევრად ქრისტიანი ხარ უკვე ითვლება. ყველაფერთან ერთად რომ ხარ ქართველი სულით გულით. ყველაზე მთავარია რომ ლამაზად ჩატარდა ყველაფერი, კარგად ჩატარდა ყველაფერი. შენს ოჯახსაც გითხარი რამე. ავიკო ახსენე. ხო, ჩემი ავიკო არის ჩემი ყველაზე პატარა შვილი რომელიც მყავს 23 წლის გახდა ეხლა. არა 23 წლის გახდება 15 მაისს. ავიკოს ძალიან უყვარს საქართველო, ქართულ ენას. ისევე არ ახერხებს, მაგრამ ეცდება და სწავლობს თავისით. ძალიან მიხარია. და ავიკოს ისტორიას პატარას მოგიყვები, ისრაელში ომი დაიწყო. ძალიან სერიოზული ომი იყო, 40 დღიანი ომი იყო და ჩემი დიდი ბიჭი ჯარში იყო მაგ დროს და წინა ხაზზე იყო გასული მაგ ომში და ავიკო მუთხარი მოდი რა სადმე გაგიშვებ თქო რომ არ ვიცი რა მოხდება ერთი მაინც ვიღაცა იყოს ხორართულია ჩვენი შტოდან ჩვენი ერთი ვიღაც დარჩეს თქო რაღაცა მეს ვიფიქრე ნუ ცოტა ფანატიკურად ვიფიქრე მაგრამ ეგრე იყო საჭირო რა. გამოსავალს სადგიდან მეუთხარი ალბერტასთან გაგიშვებ თუ გიდა ამერიკაში თქო, გიდა შალისთან გაგიშვებ ვენაში ამოერჩიე სადგი და საქართველოში მინდაო. კარგი მეუთხარი საქართველოში ჩამოვიყვანე საქართველოში და აი პირველი მაგის რეაქცია რომ გადმოვედით თვითმფრინავდა ჩამოვედით და ბავშვი დაავარდა პოლზე და მიწას აკუცა. მე ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს 16 წლის. просто ეგეთი რამ არ მინახავს. უთხრა რა შვილი ხომ შვილი არა მეო ეს ადგილი მიყვარსო. არაფერი არ უნახავს. თვითმფრინავდან ჩამოვიდა. პირველად იყო ჩამოსული. აი ეს იყო მშობლებისგან ჩადებული სიყვარული და ის განცდა. ანუ ჩემგან ბევრი რამე ისა. ოჩა მართლაც მისასალმებელია და ხო და ჩემგან გადაედო ძალიან ბევრი რაღაცა. სხვათა შორის კუროა ესიც და მეც კუროა და ეგეთი რაღაცები და შეუყვარდა საქართველო. ანუ არც ყოფილა და ისე უყვარდა. და ეხლა ხო გვიჟატ არის საქართველოზე, მაიკას ვერ ნახავ, რომ ჩაიცვას, რომ საქართველოს დროშა სადღაც არ კონდეს რაღაც და ეგეთი. მაგარია. ფანატიკოსია ამ ქვეყნის, ძალიან უყვარს. ჩემი აზრით სისხლის ამბავია, სხვა არაფერი რა. მაგაზე დიდები მყავს თამუნაც და მიხაელიც. მაგაზე დიდები მყავს, მაგრამ რამდენი შვილი ყავსო? 3. ბაბუ არ ხარ ჯერ? ვარ. ხარ? ბებია ხორი. ბაბუა ვარ, ლიანიკო მყავს პატარა 9 წლის გახდება მალე. ოი, გაზრდილია უკვე, ხო? ხო. რაღაცა არ მახსოვდა. მე მგავს სხვადასხვა ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც და მაინც მე მგავს. მაგას რა ჯობია. სამივე შვილი ხომ მე მგავს.
შვილიშვილიც მე მგავს. გაგიზარდოს. აი, ეხლა ამ ეგეთი. ამბავს უნდა სიმღერით დაგვირგვინება და უნდა აუცილებლად. აუცილებლად შემოგთავაზე შენი სურვილით რაც წავიდე? ხდება. კი. წავიდი, აბა თქვენიც. ყვავილების ქვეყანა ძოგვით შემოვიარე რომ ვითხარი მოვალო ჭირიმე რადო დაიყვიარე შედრის დაგრებირიმა არანარი ყვავილები იდაგუზე დაგაგა ჭირიმე ვიდლამაზე ხიდები ვაირადო დაგეცე რისთვის დავიარები არადო მელადება ჭირიმე შერიშავი თვალები მე ვიყურებ ხოლოდე მაგმარე რაც მაწვარე ჩემო გულის ყოფო ჭირიმე შეცვალებს ვაირადო დაგეცე რისთვის დავიარები არადომ მელადება ჭირიმე შენი შავი თვალები მე ვიყურებ ხოლოდე მაგმარე რაც მაწვარე ჩემო გულის ყოფო ჭირიმე შეცვალებს ვენაცვალე ესე იგი, სურპრიზი მაქვს შაბი ჩვენი გადაცემის სამახსოვროდ, შაბი კორენი დროის კადრებში, რომ იმყოფებოდა. აი ეს სამახსოვრო. დიდი მადლობა საჩუქარი გენაცვალე. გექნება ჩვენგან. ეს არის ყველაზე უსაყვარლესი რამ ჩემთვის. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი. გენაცვალე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა უღრმესი შენ მადლობა. მოგზაურობისთვის. მთელი გულით და სულით. გენაცვალე. თამუნას შემდეგში გავუკეთებ ამ საჩუქარს. თამუ არ მიდის ასე რომ შემდეგში გექნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ. შაბი საქართველოში საიდან ხართ, საიდან მოდის თქვენი ფესვები? წარმოშვებით ჩემი მშობლები, მათი მშობლები და მათი მშობლები ყველა საჩხერლები ვართ. იმერეთიდან, ხო? წეგან ვფიქრობდი ბაბუა ხო არ გახდით თქო რომ პაპა ხო არ უნდა მეკითხა თქო, მაგრამ ესე იგი იმერეთიდან. ბაბუა. ბაბუა. ძალიან კარგი. დოიჯას დროს ცხანებული ჩვენი დოიჯა. დოიჯა. ვიყავი მეც იქ და მახსოვს თქვენი მეგობრობის ამბავი, რამეს ხომ არ გაიხსენებდი. დოიჯაზე ბევრი რამე მაგას ახსენებელი, ძალიან ბევრი.
დოიჯა იყო უსაყვარლესი პიროვნება, უსაყვარლესი მეგობარი. დოიჯა იყო ჩემთან ძალიან ახლოს იყო. ანუ ხშირად რეკავდა ჩემთან და ისეთ რაღაცებს დამელაპარაკებოდა. მე მგონი რომ მარტო ჩემთან დაილაპარაკებდა და ყველაზე მეტად კი ახლოს ვიყავით მე და დოიჯა. ერთხელ სასტუმროში მომაკითხა, ეგ იყო და მამუკაონაშვილი მომკითხე სასტუმროში და რაღაც სათვალე მეკეთა ისათა. ბიჭო ეს რა მაგარი დაგითრებია, მე ვთხარი დიდი ხანი მაქვს ხო და მოდი მანამ გაიცვთება შენი იყოს თქო. და არ ვიცი, 10 წელი ეკეთა ის სათვალე. 10 წელი მინიმალურად ეკეთა ეგ სათვალე და ისრაელში რო ჩამოვიდა მანამდე აჩუქე ესე იგი, ხო? საქართველოში ვაჩუქე. აქ იყო სასტუმროში იყვნენ და რავი 10 წელი დააკოლ და გულთან. თავზე რო ეკეთა ხოლმე ეგ სათვალე. შავი რაღაცა და ყველაზე მეტად უყვარდა ჩემთან მაგას. ანუ დიდი кейფი რო იყო და რაღაცა არ უყვარდა. მარტო რო ვიყავით, მე და ეგ თავჯდებოდით. რაღაც ინსტრუმენტი უნდა გქონოდა ახლო ყოველთვის და სასტუმროში რომ მოვიდა ინსტრუმენტი დავახვედრე. ხო. იქ და მაგის გარეშე სიმღერა და ვიჯექით მე და ეგ და რაღაცებს მომიყვებოდა, მაცინებდა, მომკლავდა სიცილით. ვიღაცებს რომ მიბაძავდა და იმის ხმაზე ლაპარაკობდა და ამის არჩი ეგ მოყვებოდა რაღაცა თუ რა ისტორიას მოყვებოდა ნუ და ასე ვჯდარიყავი და მუცელი ასე ვკავებოდა ეგეთი რავი ძალიან დაგწყვიტა ყველას გული ნამდვილად ყველას დაგწყვიტა გული და ერთი ის მინდა ვთქვა მაგ ყველაფერთან დაკავშირებით და მაგის საბადოებასთან დაკავშირებით რომ რაც უცად გახდა ისეთ ცუდად რომ უკვე ვეღარ ლაპარაკობდა მე იმის შემდეგ აღარ მინახავს. ვეღარ შეძლე. მე ვერ პროსტა ვერ მივიდოდი. განა დრო არ მქონდა და რა უბრალოდ გინდა ისეთი დაგამახსოვრდა იმის დროს მქონდა. პროსტა მე ვერ ავიტანდი მაგის დანახვას მაგ მდგომარეობაში და მე ვსუკვირდა ასეთი მაკაცები რატო არ დადისო რატო არისაო და მე არ ჩავთვალე რომ ვის მე საუბრობ ეხლა რატო მივდივარ რატო არ მივდივარ პროსტა მე ვიცი ჩემს გულში რომ რაც მოგონებები მაქვს მაგ ადამიანთან და რაც აი ამ აზრებშია არ მინდოდა რომ ერთი ოდანა შეცვლილიყო აი ეგ რომ მენახა უკვე ყველაფერი წაიშლებოდა და აი ეს მომენტი იქნებოდა ჩემს აზრებში და როგორც მინდოდა აი ეგრე მახსოვს და არ ნუ კი მეყვებოდნენ ასე აი ესე მაგრამ მე არ თვალით არ მინახავს ნათელში იყო სამდელად საოცარი ადამიანი იყო შაბი ერთ თემას მინდა შევეხო ცოტა ხნის უკან სერიოზულ სკანდალში გაეხვიე ხო და ძალიან წუხდი მიაქედან ამის შესახებ მე არ ვიცი თუ არ გიდა ამაზე საუბარი შეგიძლია არა ჩემთვის არანაირი პრობლემა და ძალიან სხვათა შორის ისეთი პრობლემის წინაშე დადექი რომ გისოსებს მიღმაც აღმოჩნდი ხო როგორც მახსოვს თუმცა ძალიან მალე განთავისუფლეს და ეს იმას ნიშნავს რომ ალბათ დანაშაული რა მოხდა შეგიძლია მოგვიყვე გიღალატავინა არა მე გეტყვით რაც მოხდა ეს იყო უბრალოდ ისეთი თემა რომ ანუ მე რო არ ყოფილიყავდი მე ვინც ვარ საერთოდ არც გაჟღერდებოდა არსად ეგ თემა არსად არ გაჟღერდებოდა ვინაიდან და ეხლა იქ ხო ქართველებს გვეძახიან ჩვენ გრუზინები ვართ აქ ებრაელები ვიყავით იქ ქართველებს გვეძახიან ხო და გადაწყვიტეთ რა ბოლო და ფორმა ვარ ხო და ებრაელებს ჰქონდათ პრობლემა შენს ანუ ებრაელი ანუ ქართველი მომღერალი როა და ყველა იცნობდა მაგიტომ ვა ტელევიზია აქე დოლარები მაგ რამე რო ყოფილიყო მე აქ არ ვიჯდებოდი ახლა და გაბრალებდნენ დოლარების ფულის გაცეცრება არა გაცეცრება დაბეჭდას დაბეჭდას ხო და მე ყველაფერი ვიცი დაბეჭდის გარდა
ყველაფერი მე ხერხება ეგ არა. ხო, კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა შენი მე საქმე. ვწალობთ ყველაფერი კარგად იქნება. კარგი ყველა ადამიანი ადამიანს რო ხარ, ხოიცი. კარგია, კარგი მოდის, ცუდია, ცუდი მოდის. წაგივა აუცილებლად, რა თქმა უნდა. მომავალ გეგმებზეც გითხარი რამე, ახალ სიმღერას თუ გეგმავ კიდე ან ახალი კლიპის გადაღება თუ იგეგმება? სიმღერებს ყოველთვის გეგმავ, ყოველთვის არის შემაზე. ანუ ახალი სიმღერა რო გამოდის, უკვე სხვა სიმღერაზე მაქვს აზრები, აბა ის როგორ გავაკეთო, ის როგორ გავაკეთო. და ჩვეული არიან ჩემი მსმენელები ყველა, რომ წელიწადში 2-3 სიმღერა ახალი მაინც უნდა იყოს. უნდა იყოს YouTube-ში, რომ თან არ გივიწყებენ ხალხი, თან რაღაც ახალ ხით მონახავენ და თვითონ თან რაღაცნაირად სახალხო მომღერა ხარ ყველასთვის, ესეთი უშუალო ხარ მეგობრული, აი არ ვიცი ხა ზოგს დაბადების დღეზე რომ დაპატიჟებდი, ცხვირს აწევდნენ მაღლა და რაღაცა ან ჰონორარის გარეშე არ უნდათ ხო? არის ესეთი ბევრი ან რაღაც და შაბის ვინც ეტყო და ყველასთან ძმაკაცურად თანახმა იყო მაშინვე და ეს ძალიან მოდი ხარ ადამიანური ერთ-ორ სიმღერას საჩუქებ კაც ხო, აბა რას იზარდო. ამიტომ მე ყველა ელოდებიან რომ რა ხმა მოიღო. წარმატებები მინდა გისურვო. მე მინდა ასევე მშვიდობა გისურვო კიდევ ერთხელ. ამენ. მშვიდობა ყველაზე საჭირო. საქართველოს მშვიდობა, ისრაელს მშვიდობა, მსოფლიოს. ამის გარეშე არ შეიძლება და მოკითხვა დაგაბარო, გადაეცი ჩემგან მოკითხვა ყველა ჩვენ საერთო მეგობრებს, ვისაც ვიცნობ და ვისაც გახსოვარ. ყველას გაიხარდება, სხვათა შორის ყველას ახსოვხარ. მაგაზე პრეტენზიები არ უნდა გქონდეს, ყველას ახსოვხარ. ძალიან კარგად. ძალიან კარგი. ახლა თამოს მინდა 1-2 კითხვა კიდევ დავუსვა, სანამ დავამთავრებ გადაცემას. თამო, შენი მოცეკვავეები ლომისის, ანსამბლი ლომისის მოცეკვავეები ძალიან ბევრ გადაცემას აფორმებენ არაერთ ტელევიზიაში, ხო? არაერთ არხზე. თითქმის ყველა მომღერალს ულამაზებენ ფონს. ის ნიშნავს, რომ ძალიან მოთხოვნადია თქვენი ანსამბლი მომღერლებისგან, ხო? მოგიყევი 1-2 სიტყვით. კი ბატონო, ანუ პირველად მოვხვდით ბატონმა ლაშარამიშვილმა გთხოვა რაღაცა პერფორმანსის გაკეთება ერთ-ერთ ნომერზე, მაშინ მე არ ვიყავი საქართველოში, ვიყავი ეგვიპტეში და ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ დე ლაშარამიშვილს უნდა ერთ-ერთ ტელევიზიაში რაღაცა პატარა პერფორმანსის გაკეთება და რა ვქნა, ანუ მარიამმა ნებართვა ითხოვა ჩემგან და ჩვენ ლაშა ისე გვიყვარს, სიმღერა კი არა, სიცოცხლე რო გთხოვოს არ ვეტყოდი თუ არს და ანუ გავაკეთეთ ერთი მარიამმა გააკეთა პირველად. მერე მოხდა მეორე ტელევიზიაში, მერე მოხდა სხვაგან სხვა ტელევიზიაში. მერე ალბათ როგორც ჩანს, რა ვიცი, ალბათ ცოტათი მოვეწონეთ და დაგვიძახეს მერე კიდე და ეს უკვე წლებია გრძელდება და მეც მიხარია, ბავშვებსაც უხარიათ და თან იცით რა არის, ძალიან ბევრ შრომას ვდებთ ამ ყველაფერში. ზოგჯერ ღამე პირველზე 2 საათზე ისევ სარეპეტიციო დარბაზში ვართ, იმიტომ რომ ყოფილა დღეები, როდესაც 5, 6, 7 ნომერია ჩასაწერი და კოსტიუმი უნდა გამოუცვალო, უნდა თან ძირთად არის ქალაქური სიმღერები სულ და უნდა რაღაცა მუხამბაზის სტილში, ქალაქურ სტილში აწყო ეს ცეკვებიც და ნუ ერთი და იგივეს ვერ გადაამღერებ. ფორმა უნდა შეცვალო, რაღაც სიუჟეტი უნდა შეცვალო, მოძრაობა უნდა შეცვალო. ძალიან ბევრს სწავლობთ, ბევრს შრომობთ, მაგრამ იმდენად მეტ სიამოვნებას ვიღებთ, ვიდრე ვწვალობთ. ბევრ სიამოვნებას ვიღებთ ამისგან და მე თვითონ მომღერალსაც თუ მოწონს, ჩვენც გვიხარია და რაღაცა ვავსებთ ერთმანეთს და რა ვიცი, ნამდვილად ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. მე არაერთ მომღერალს ჩემ მეგობრებს ვახდი, მათ შორის საბას აფარეს. საბაც მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და წარმატებებს გისურვებ. აქტიური გოგო ხარ და მიხარია რომ ჩემ მეგობარი გქვია. გენაცვალე, მეც ძალიან მიხარია, მადლობა. ახლა ნელა-ნელა უნდა დავასრულო გადაცემა. თუმცა არ მინდა რომ დავასრულო, იმდენად საინტერესო და ისეთი მოგონებები გვაქვს და ბევრი რამ გავიხსენეთ. სამწუხაროდ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება გადაცემა. მინდა ჩემს მაყურებელს შევახსენო, რომ ეს იყო გადაცემა დროის კადრები ეკაბერიძესთან და ჩემი არაჩვეულებრივი სტუმრები იყვნენ ქალბატონი თამუნა მელიქიშვილი, ქორეოგრაფი და ბატონი შაბი კორენი, მომღერალი ისრაელიდან. გემშვიდობებით, დროებით, შალომ, ლეხაიმ.